სოფელ ახალშენის მოსახლეობამ სასმელი წყლის მიწოდების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. 6 კილომეტრიანი წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად გამგეობა მიმდინარე წელს 320,000 ლარამდე დახარჯა. თუმცა როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დასახლებას წყალი დღემდე შეფერხებით მიეწოდება. საპირისპირო სამტკიცებს თემის რწმუნებული მხარეთა პოზიციები სულხან მესხიძის სიუჟეტში. სოფელ ახალშენის მკვიდრს თამაზ ბერიძეს უკვე მეორე წელია სასმელი წყალი სახლიდან 1 კილომეტრის მოშორებით მდებარე წყაროდან მოაქვს. ამბობს, რომ დღეისათვის მსგავს მდგომარეობაში 100-მდე ოჯახია. მისივე მტკიცებით, სასმელი წყალი სოფელს ხშირად შეფერხებით, ბოლო 20 დღე კი საერთოდ არ მიეწოდება. ადგილობრივები დღეს სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და სასმელი წყლის დროულად მიწოდება მოითხოვეს. წყალი არ არის ახლა სისტემატურად 1-10 დღეა. და მანამდე ხან გრაფიკით იყო, ხან ესე და ამის გარეშე ბაკი მა 500 ლიტრიანი დადგმული და იმაში როცა საშუალება არის ვავსებ და იმას სარგებლობ. დაურეკავთ. კი, იქნება 2 დღეში ვაკეთებთ, იქნება. სინამდვილეში არაფერს არ აკეთებენ ხალხისათვის. ვეზიდებით კაჭკით თუ რა საშუალებები გვაქვს და შაშან მქონდა დღე ჩაგდებით, ხან 2 დღეს არ მქონდა, ხან 1 დღე და მაგადაც მაყოფილი ვიყავით და ახლა ეს 20 დღეა საერთოდ არ გვაქვს წყალი. წყალის პრობლემა გვაქვს დიდი ხანია. რამდენი მთავრობა მოა, ყველა ფულს გამოყოფს, თანხას. მილები ჩაწყობილია. ყველა მთავრობის მიერ გამოყოფილი ფულით მილები ჩაწყობილია. 6 მილი ასე ჩაწყობილი. ხო? და წყალი 1 მილში მიდის. სად მიდის ეს? ადგილობრივების პრობლემებს დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი გაეცნო. ვახტანგ კახიძის ინფორმაციით, გამგეობამ 2014 წელს წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციასა და მილების გაყვანისათვის 600,000 ლარამდე დახარჯა. ამიტომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ მოგვარდა წყლის პრობლემა სოფელში. იგი ამბობს, რომ საკითხს პირად კონტროლზე აიყვანს და მიზეზების გარკვევა შეეცდება. ეს პრობლემა არ უნდა არარსებობდეს, ვინაიდან ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი ეს 600,000 ლარზე მეტი თანხა, რომელიც უნდა მოხმარებოდა ამ პრობლემის მოგვარებას და ეს პრობლემა უნდა ყოფილიყო მოგვარებული დღეისთვის. საპირისპირო სამტკიცებს ახალშენის თემის რწმუნებული მერაბ მგელაძე. მისი განმარტებით, სოფლის მოსახლეობა სასმელი წყალი შეუფერხებლად მიეწოდება. რწმუნებული არ გამორიცხავს, რომ ადგილობრივები სასმელ წყალს სარწყავად იყენებენ, რის გამოც წყლის სათავე ნაგებობა დროზე ადრე იცლება. 3-4 თვეა უკვე ბაგენ პასტან წყალს ღებულ. წყალის პრობლემა არ არის. აი ერთი კვირის განმავლობაში არ ვიცი რა მოხდა, ჩვენ არავინ საქმის ღურში არ ვართ მაგ იმაზე, რომ წყალი რატო არ მიეწოდება, მაგრამ იქ ხდება ახლა მორწყვები დაიწყო, ყველა მისი ბოსტანი რაღაც, ყველა საკვირგრაც ეკონომიურად მოიხმარებენ მაგ წყალს, მით უფრო მეტად ეკნებიან მაგ წყალი მომარაგებაშიც. თემის რწმუნებულის განცხადებით, სამომავლოდ პრობლემის თავიდან აცილების მიზნით ღამით წყლის სათავე ნაგებობის გადაკეტვა იგეგმება, ხოლო მოსახლეობა სასმელი წყალი დღის განმავლობაში შეუფერხებლად მიეწოდება.